თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე სასამართლოს არსებით განსახილველად გადაეცა. დღევანდელ პროცესზე მხარებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბურჭულაძესთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებული არიან მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ ხეიძე. ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვას თხოვა, რომელიც მისი თქმით დაადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს. სახელმწიფო ბრალდება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ჩვენების დეტალებში ვერ შევალ ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, რას აღიარებს პროკურატურა ან როგორ გაიგეთ თქვენ ეს სიტუაცია, მე არ ვიცი, მან მისცა ჩვენება, ამას გიდასტურებთ, თუმცა მისცა ჩვენება იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა მის ბრალდებას და საქმეს. ეს ჩვენება არის თუ არა, ეს ჩვენება არის თუ არა ვინმე საწინააღმდეგო, ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ ბოლოს. ნაწილობრივ დოკუმენტაცია ცნო დაუშვებლად. ეს დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია გამოძიების მიერ, დაუშვებლად ცნო ის ნაწილი, რაზეც მოწმე, რომელიც ამ შპს-ს ბუღალტერი იყო, განმარტებას აძლევდა თითოეულ, ასე ვთქვათ, გადარიცხვასთან, გადმორიცხვასთან და ასე შემდეგ დაკავშირებულ ინფორმაციას ფლობდა. ეს იყო არსობრივად, ამაში არაფერი არ იცვლება. ყველა ის დოკუმენტაცია, რაზეც მას პასუხი უნდა გაეცა, საქმეში დევ. საქართველოს სისხლისამერის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კონკრეტულ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დაიცვას ორივე მხარემ, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ, მოცემულ შემთხვევაში, როგორც გამოკითხვის ოლქთან მიმართებით, ასევე ამოღების ოლქთან მიმართებით, ეს პროცესუალური დარღვევები იყო ცალსახა, ანუ პირდაპირ არღვევდა კანონს, შინაარსობრივ განხილვაში არ შევდივართ არასდროს წინა სასამართლოს ხდომაზე, წინა სასამართლოს ხდომაზე მსჯელობთ მხოლოდ პროცესუალურ დარღვევებზე. ეს პროცესუალური დარღვევები იმდენად ცხადი და აშკარა იყო, კერძოდ იყო ვადები დარღვეული და პირდაპირ იყო წარმოების წესი დარღვეული ამ საგამოძიებო მოქმედებების, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება უნდა ამოერიცხა.